22 იანვარს Samsung-ს უკვე ტრადიციული ეგრეთ წოდებული პრეზენტაცია ჰქონდა, სადაც წარადგინა ახალი Galaxy S სერიის smartphone-ები. წარმოგვიდგინა ისევ სამი ახალი smartphone, Galaxy S25, S25 Plus და S25 Ultra. სიახლეები კი ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ფაქტობრივად არანაირი არ არის და ძირითადად ცხოვობა და სიახლე არის მხოლოდ და მხოლოდ soft-ში. ესე იგი, მოდი ჯერ სანამ soft-ზე გადავალ, გეტყვით სტანდარტულ S25 მოდელებზე არის S25 და S25 Plus-ი, რომლებიც ზუსტად იგივენაირად გამოიყურებიან, როგორც გასული წლის smartphone-ები. ვიზუალურად არანაირი სხვაობა არ არის, soft-ში გვაქვს როგორც თქვენ გითხარით რაღაც სიახლეები, მაგრამ მთავარი სიახლე და ლოგიკური სიახლე არის ის, რომ ახალ ჩიპსეტზე მუშაობენ. უპატარავეს და ძალიან კომპაქტურ 3 ნანომეტრიან Samsung-ისთვის შექმნილ Snapdragon 8 Elite-ზე მუშაობს ეს ორივე smartphone და მეტი არაფერი სიახლე არ გვაქვს მანდ. ანუ ვიზუალურად იგივენაირად გამოიყურება, ეკრანი იგივე აქვს, კამერების ნაწილშიც იგივე კამერები გვაქვს, ელემენტიც იგივეა და მოკლედ სიახლე აქ არანაირი არ არის. რა თქმა უნდა, დიზაინის ნაწილი, მინიმალისტური დიზაინი აქვს, ალუმინის კანტები აქვს, შუშა გვაქვს წინა და უკანა პანელზე. მორჩა. Ultra smartphones რაც შეეხება S25 Ultra-ს, ამ შემთხვევაში ჩიპსეტი აქაც ზუსტად იგივე გვაქვს, ანუ Samsung-ის შექმნილი Snapdragon 8 Elite, რომელიც ბევრად ძლიერია, როგორც თქვეს, ვიდრე გასული წლის ჩიპსეტები, მაგრამ თავარი ის არის, რომ უკეთესი გაგრილება აქვს აკეთებული S25 Ultra-ს, უფრო კონკრეტულად კი მეგონი 40%-ით უფრო დიდია ეს გაგრილება გაკეთებული და უფრო კარგად გააგრილებს ჩვენ smartphones გრძელვადიან გამოყენებაზე და ამ შემთხვევაში დიზაინის ნაწილი ცოტათი უფრო უკეთესი გვაქვს რაღაც მომენტში, უბრალოდ გაუნჯობესებული, მაგრამ მე მგონი არ მომწონს. აი, რაღაც მომენტში შედარებით ბიუჯეტურ smartphones მაგონებს ეგეთივე დიზაინი აქვს თითქოს. ის ოდნავ მომრგვალებული კანტები რო ქონდა გასულ წელს და იმის წინა წელს, ისინი უფრო მომწონდა ვიზუალურად და ხელშიც კომფორტული იყო. აი, წელს არ ვიცი, მართლა გეუბნებით რაღაცნაირ, აი, Realme-ის საშუალო ბიუჯეტური smartphone-ის ვიზუალი აქვს თითქოს ესე ერთი შეხედვით და მაინც და მაინც არ მომწონს, მაგრამ ხო, სიახლე სწორედ ეგ არის დიზაინის ნაწილში, რომ კანტები უფრო ოთხკუთხედია და წინა მხარეს ჩარჩოები გვაქვს უფრო დაპატარავებული და შესაბამისად ეკრანის ზომა უფრო დიდი 6.9 ინჩიანი გახდა ეხლა. და კიდე ერთი სიახლე რაც გვაქვს Ultra-ში არის ის, რომ კამერა, კონკრეტულად კი ultra wide კამერა გვაქვს ახლა 50 მეგაპიქსელიანი. მორჩა. სხვა სიახლე ესე ვიზუალურად არ გვაქვს არანაირი ამ smartphone-ებზე და თუ ვიძახდი რომ iPhone-ების მე-16 სერია საკმაოდ მოსაწყენი აპდეიტებით იყო თქო, ამ შემთხვევაშიც მე მგონი ზუსტად იგივენაირად არის სიტუაცია. უბრალოდ ამ შემთხვევაში პრინციპში Apple-ზეც ეგრევე იყო, მაგრამ აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რომ მთელი პრეზენტაცია, თითქმის მთელი პრეზენტაცია უბრალოდ AI-ზე და ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობდნენ, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო მეტადაა ჩაშენებული ჩვენ smartphone-ში, რომელიც უფრო მეტად გვეხმარება სხვადასხვა რაღაცეების, ესე ვთქვათ, მარტივად გაკეთებაში და ასე შემდეგ და მოდი სწორედ ამ AI-ის ფუნქციებზე ვილაპარაკოთ, რომლებზეც ეგრევე გეტყვით, რომ ძირითად ნაწილში ალბათ უმეტესობა ჩვენთან არ იმუშავებს, ან იმუშავებს, მაგრამ სრულფასოვნად არ იმუშავებს. ხო და ესე იგი, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ეგრეთ წოდებულ morning briefs-ზე საუბარი. ანუ დილას როგორც კი გაიღვიძებთ, ტელეფონს ხელში აიღებთ, widget-ის სახით ეკრანზე გვექნება პატარა morning brief-ის widget-ი, დავაწვევით და გვაჩვენებს მე მთელი დღის განმავლობაში რამე თუ გვაქვს დაგეგმილი. ოღონდ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში იქნება თუ კალენდარში გვაქვს გაწერილი რაღაცეები და მაგის მიხედვით ასინქრონიზებს და მე გაჩვენებს ყველაფერს. თუნდაც იგივენად როგორი ამინდია გარეთ, რა გაქვს დაგეგმილი, ანუ რამე შეხვედრა თუ გაქვს და ასე შემდეგ, მაგ ყველაფერს შეგატყობინებს ერთი widget-ის დახმარებით. ეგ საკმაოდ საინტერესო ფუნქცია მგონია ზოგადად, მგონია რომ ბევრს გამოვადგება, იმიტომ რომ ძირითადად მაინც დილას როგორც გაიღვიძებ, პირველ რიგში ტელეფონს უყურებ და მე ვფიქრობ რა გაქვს დღეს დაგეგმილი. ამიტომაც მე მგონი გამოგადგებათ ეგ ფუნქცია. კიდევ ერთი რამ, რაც ესე ვთქვათ ფუნქცია არ არის, რასაც ესე ყოველდღურად ვერ ხედავ, არის ის, რომ პერსონალურ მონაცემებს უფრო მარტივად სწავლობს შენგან და უფრო შენზე არგებს ამ მთლიან ხელოვნურ ასისტენტს. ზოგადად ამ პერსონალურ მონაცემებს კი აგროვებს, მაგრამ ტელეფონს იქით არსად არ გადის და შენახულია ყველაფერი ტელეფონში ვერ რჩება, ამიტომაც ვინმესთან გაზიარება მაგ ინფორმაციის არავისთან არ გიწევთ, ყველაფერი ტელეფონში რჩება, მოკლედ დაცვის ნაწილშიც საკმაოდ ძლიერი დაცვა გაუკეთეს. შემდეგი კიდევ ერთი ფუნქცია არის AI Select-ი, ანუ ეკრანზე რაც გვაქვს გამოსახულება, მაგალითად თუ იქნება ტექსტი, მაგ ტექსტის ესე ვთქვათ მონიშნა შეგვიძლია ეგრევე და მაგ ტექსტიდან ან მაგის შეჯამება გაგვიკეთოს, ან მაგალითად შეგვიმოწმოს რამდენად გამართულად წერია გრამატიკულად და სპელინგი შეგვიმოწმოს და თუ ფოტო გვაქვს, მაგ შემთხვევაში მაგ ფოტოს ან მოძებნა შეგვიძლია, ან მაგალითად მაგ ფოტოდან თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა რომ შეგვიქმნას რაღაცა გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის, ანუ ფოტო ეგრეთ წოდებული, ან სხვა სტილის რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და მოკლედ ეგ ერთ-ერთი ესეთი ფუნქცია, რომელსაც ან გამოვიყენებთ, ან არ გამოვიყენებთ.
ერთი საინტერესო ფუნქცია კიდე რაც მე პირადად ძალიან მომეწონა და ვფიქრობ რომ ძალიან სწორი და ძალიან საჭირო ეგრეთ წოდებული ფუნქცია არის ის რომ ტელეფონს შეგვიძლია ეხლა პირდაპირ ისე ველაპარაკოთ როგორც ჩვენს მეგობარს მაგალითად ანუ არ გვიწევს რაღაცა keyboard-ებით მოძებნა რაღაც კონკრეტული ფუნქციების მაგალითისთვის თუ შევალთ setting-ებში და ვეტყვით ან ჩავწერთ რა აქვს მნიშვნელობა რომ თვალები მტკივა ან ტელეფონის ეკრანს რო უყურებ მტკივა თვალები ამ შემთხვევაში setting-ებიდან ავტომატურად გაჩვენებთ ეგრეთ წოდებულ blue light filter-ის ჩართვა გამორთის ფუნქციას. ან მაგალითად ვეთქვით რომ სახში ვარ, მაგრამ განათება მაკლია, ან ძალიან დიდი განათებაა და ავტომატურად გაჩვენებს ისევ განათების კონტროლს. ეგ საკმაოდ საინტერესო ფუნქცია მგონია და რაღაც მომენტში საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ მართლა ადრე თუ გვიწევდა რაღაცა რესეტის მოძებნა თუ გვინდა მაგალითად ან რაღაცა მეხსიერების ნახვა ან რაღაც ეგეთი კონკრეტული keyword-ი უნდა ჩაგეწერა. ეხლა ეგეთი რაღაცა არ გვიწევს და ჩვეულებრივად ველაპარაკებით. იგივენაირად ჩვეულებრივად ლაპარაკით შეგვიძლია სხვადასხვანაირი task-ების შესრულება, რომ მაგალითისთვის შეგვიძლია ვკითხოთ, ანუ ვუთხრათ, აი მომიძებნე ჩემი ძაღლის ფოტო, რომელსაც ეცვა წითელი ზედა და ქონდა დაბადების დღე, ან იყო გადაღებული აქ და აქ. და ამ შემთხვევაში თვითონ აგროვებს ამ ეგრეთ წოდებულ keyword-ებს და მაგის მიხედვით გააზრდებს უკვე იმ ფოტოებს, რომელიც შენ გაქვს გადაღებული ეხლა 1 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ თუ ასე შემდეგ. მაგას არ აქვს მნიშვნელობა და მოკლედ ეგ ფუნქცია მე ძალიან მომეწონა, რომ ძალიან მარტივად აღიქვამს ჩვენს ლაპარაკს. ეგრეთ წოდებული circle to search ფუნქცია ალბათ გეცოდინებათ ყველას, ან შეიძლება არ ესეთ, მაგრამ ესეთი მარტივი რაღაცაა, რომ მოუნიშნავ მაგალითად ფოტოს, ან მაგალითად ვიდეოზე რამეს, ან მაგალითად ტექსტზე რამეს და მაგის ინფორმაციას გაწვდის. მაგალითად ფოტო თუ იქნება ფოტოზე, გეტყვის რა მცენარეა პირობითად, ან თუ რამე ვიდეო იქნება, მაგედან რამე საუნდტრეკის ამოღება შეგვიძლია კონკრეტული მუსიკის უბრალოდ, ან ტექსტი თუ არის, მაგ ტექსტიდან რაღაცების ამოკრეფა, თუნდაც მისამართის, თუნდაც ტელეფონის ნომრის და ასე შემდეგ. ეგ საკმაოდ საინტერესო ფუნქცია ასევე და ნუ ზოგადად კიდე გეტყვით რომ Gemini აქვს ჩაშენებული ამ ჩვენს ტელეფონს, ანუ Google-თან ერთად Google-ის ასისტენტია გადმოტანილი აქვს, Bixby და Gemini ერთად მუშაობენ და ამ შემთხვევაში აი მაგალითად ესეთი რაღაც რო ვუთხრათ რომ ამა და ამ დროს მომიძებნე აქედან იქით ფრენის დეტალები ჩამიწერე კალენდარში და გაუგზავნე ჩემს მეგობარს. ამ ყველაფერს ავტომატურად გააკეთებს და ვფიქრობ რომ საკმაოდ ბევრ დროს დავზოგავთ მაგ ყველაფრით თუ მართლა იმუშავებს ეგ ყველაფერი ჩვენთან და ნუ რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი ისე და ისევ ამ Gemini-ის დახმარებით ხდება. Soft-ის ნაწილში ზოგადად ესე დანარჩენი სიახლეები გვაქვს კიდე კამერაში, რა თქმა უნდა, ხა კამერაში უნდა იყოს რაღაცები დამატებული და პირველი რაც ილაპარაკეს იყო დიაფრაგმის კონტროლი. ანუ ეხლა გადაღების დროს შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად f1.8 იქნება მაგალითად თუ f11 იქნება და ბექგრაუნდი უფრო კარგად გამოჩნდება. მოკლედ ვირტუალურად შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ვირტუალური დიაფრაგმა და უფრო ან პროფესიონალურად მიახლოებული და სიღრმე მივცეთ ფოტოებს. ეგეთი ფოტოები გადავიღოთ, ან სტანდარტული ფოტოები, სადაც ბექგრაუნდიც კარგად არის გამონათებული და ნაჩვენები, ესე რომ ვთქვათ. ასევე რა თქმა უნდა დაგვიმატეს ის ფუნქცია, რომელსაც ქვია best take-ი, როგორც პიქსელებზე ქონდა. ანუ რამდენიმე კაცი თვითონ ფოტოს მაგალითად და ერთ-ერთმა თვალი დახუჭა, მაგ შემთხვევაში რამდენიმე ფოტოდან არჩევს საუკეთესო სახეს და გამოგვიყვანს ისეთ ფოტოს, სადაც მაგალითად სამივეს ან ორივეს გახელი აქვს თვალები და იღიმის. და მე რაც მომეწონა კიდე იყო ის, რომ გვაჩვენეს ესეთი საინტერესო რაღაც. ნებისმიერი ფოტოდან შეუძლია ამოიცნოს კონკრეტული დამუშავება, მაგალითად როგორი კონტრასტი აქვს, როგორი ფერები აქვს, როგორი ხასიათი აქვს მაგალითად და გადმოიტანოს მე ეგ ყველაფერი ცალკე პრესეტად და გავიკეთოს ჩვენზე მორგებული ეგრეთ წოდებული ფილტრი. და მე მაგ ფილტრის გადადება შეგვიძლია ჩვენ ფოტოზე და თან პლუს რამე რო იყოს მაგის დამუშავება შეგვიძლია რომ ცოტათი უფრო მეტი კონტრასტი მივცეთ, ან ნაკლები კონტრასტი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რამ რა თქმა უნდა ვიდეოს გადაღებაში დაგვემატა, კონკრეტულად კი არის ის რომ უკეთეს რამის ვიდეოს იღებს, ეხლა თვითონ აანალიზებს ბექგრაუნდი რომელია და რომელია გაჩერებული, არ მოძრაობს და რომელი ობიექტია მოძრავი და შესაბამის ეგრეთ წოდებულ noise reduction-ს აძლევს. არა, ეგრეთ წოდებულ noise reduction-ს ადებს ზევიდან, რომ უფრო კაი გამოსახულება გქონდეს, არ გქონდეს ეგრეთ წოდებული გრეინი და უკეთესი ვიდეო გქონდეს. აუდიოს გაწმენდა შეგვიძლია ეხლა კიდე, მაგალითად ბექგრაუნდზე თუ რამე ხმა გვაწუხებს, მაგალითად იქნება ქარის ხმა, იქნება მანქანების ხმა, იქნება მუსიკა ან რაღაც მაგდაგვარი, შეგვიძლია ყველაფერი ჩავახშოთ და უფრო კარგად რო ისმოდეს ჩვენი ხმა, ეგეთი ვიდეო გამოვიყვანოთ. და ალბათ ბევრს გაუხარდება, რომ ეხლა შეგვიძლია ნებისმიერ 25-ზე ეგრეთ წოდებული log ვიდეოს გადაღება. ანუ უფრო მეტ დინამიურ დიაპაზონს იწერს და შემდეგ გაფერადების დროს უფრო მეტი, ესე ვთქვათ, დიაპაზონი გვაქვს ამ გაფერადების. ხო. პრინციპში მეტი არ ყოფილა არაფერი სიმართლე რო გითხრათ, ანუ ძირითადად როგორც გვეწეღან გითხარით და ალბათ ნახეთ ამ ვიდეოდან რომ AI-ზე ილაპარაკეს, ამ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც
ის და ისევ კი საინტერესო რაღაცეებით არის თითქოს წარდგენილი ჩვენს წინაშე, მაგრამ მაინც მგონია რომ უმეტესობა ან იმუშავებს, ან არ იმუშავებს ჩვენთან, ან გამოიყენებს, ან არ გამოიყენებს საერთოდ მაგ ფუნქციებს. ხო. და ისე პრეზენტაციის ბოლოს მაინც პატარა თიზერივით გააკეთეს ახალი Galaxy S25 Edge გვაჩვენეს, რომელიც უთხელესი smartphone იქნება Samsung-ისგან, მაგრამ მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ნუ, რაც გვაქვს ინფორმაცია არის რომ არის თხელი და იქნება ორი ცალი კამერა. ეს ალბათ იმიტომ გააკეთეს, რომ Apple-ის ჭორები გაიგეს, რომ iPhone 16 Air-ი გამოვაო მალე და ალბათ მაგიტომაც წარადგინეს რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ ოკეი, ვნახოთ დაულოდოთ მან რა იქნება და მოკლედ ხო, მთლიანობაში სიახლეები ვიზუალურად არანაირი არ არის ფაქტობრივად, soft-შიც არის რაღაც სიახლეები, მაგრამ ისეთი არ არის, რომ რაღაც სასწაულად ახალი smartphone იყოს რომელიმე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ესეც საკმაოდ მოსაწყენი აპდეიტია საბოლოო ჯამში და დაწეროთ თქვენ რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ ეს smartphone-ები, შეიძენდით თუ არა ზოგადად და ფიქრობთ თუ არა, რომ საერთოდ არ სჭირდებოდა თამხილო პრეზენტაცია და უბრალოდ რო წარადგინათ ეს smartphone-ები, აი ეგრე რო ყოფილიყო. ხო იცით რა იზახიან. ეს შეხვედრა მეილითაც შეიძლებოდა რომ მოგვარებულიყო. აი მაგდაგვარი რაღაც რო გაეკეთებინათ, უფრო სწორი იქნებოდა ჩემი აზრით. მოკლედ მე დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.